მესამე კლასელი სამი შარიფოვი ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს სკოლის კიბიდან ჩამოვარდა. სკოლა იმდენადაა დაზიანებული, რომ შენობაში შესვლა და მით უმეტეს მეორე სართულზე ყოფნა გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს. მე ხარ მოდიოდი და სამარდი და ფეხით. იქიდან ავდიოდი კიბეზე და წავიქეცი. კიბეზე. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური შემთხვევა აქ 3 თვის წინ დაფიქსირდა. ერთ-ერთი მოსწავლე წყობიდან გამოსული აინიდან ჩამოვარდა. რის შემდეგაც სხეულის სხვადასხვა დაზიანების გამო ადებეგების დიდი ნაწილი საავადმყოფოს შენობაში გაატარა. ჩემი შვილი არ წაიქცა. გლავი ქონდა გატეხილი, თავი აქ ეხლა წესი აქ ნაკაწრი. 3-4 თვის ნაკერი სამატყოფილი ყავდა, ხო 4 ნაკერი. იმ პირობებთან შეგუება, რაც ბავშვებს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას უხდება, დღე გაუსაძლისი ხდება. ამის შესახებ მოსწავლეებთან ერთად დღეს უკვე მათი მშობლებიც ხმამაღლა საუბრობდნენ. უბრალოდ ნორმალურად სკოლაში სასწავლო პირობები არ გოგაჩნია. ხან ისე როცა ცივახო ჩვენ კლასში ვერ გძნობ, ხან გარეთ ვარ შიმძანენ დანგრეულია და ნესტის სუნია საშინელი. შეიძლება ისეთ საშინელი დიზენტერია და შეიძლება დავამტვრდეთ კიდევაც. მე კასპში გადასვლა არ შემიძლია, ისეთი პირობები არ არის, რომ კასპის გადავიდე. აქ მინდა სწავლო, მაგრამ სკოლა ისეთი ცუდია, რომ საერთოდ სწავლის ნება სულიც არ მაქვს რომ ვისწავლო. ზამთარში ძალიან ცუდი პირობებია, საერთოდ წვიმის ქვეშ ვზივართ. ხან იქით გავიწევით ხოლმე რომ კარგად დავწეროთ, მაგრამ ბევრებსაც გვეყრება წვიმა. ქარი როცა არის ხოლმე, ფანჯრები როცა არ ვაქვს, სუქარი შეგირთუბებს გეგონება გარეთ ხარ ისეთი პირობებია და ღრუბლიანი ამინდი რო არის სიბნელეა საერთოდ ვერაფერს ვერ ვწერთ. სკოლაში ჩემი 2 ბავშვი დადის, ერთმა დაამთავრა მართალია, მაგრამ მეორე უკვე მე-9 კლასში გადავიდა. არც არის საშუალება რომ დავაყენო ეს ბავშვი სადმე ვასწავლო. კასპშიც არ მაქვს საშუალება. ყოველ წუთში ტრანსპორტი სჭირდება, გოგოა, ხო ვერ დავტოვე, მარტო ხო ვერ გავაგზავნე. არა აი ესე მდგომარეობაში. გამგეობაში რამდენჯერმე გვაქვს მიმართებული, მაგრამ არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. სკოლაში არსებული აუტანელი პირობების გამო უკმაყოფილებას პედაგოგების გამოხატულია. საშინელი პირობებია. საშინელი ჩვენთვის პედაგოგებისთვის, მაგრამ ჩვენ მაინც როგორღაც ვიჭირვებთ, მაგრამ რაგთან ამ ბავშვებმა ზამთარში სიცივეში, კი ბატონო, შეშაც არის მარაგდება, მაგრამ არ გვაძლევს შენობა იმის საშუალებას, რომ ღუმელი აინთოს. ბოლო 4 წელიწადია ყველა ინსტანციაში გვაქვს ჩვენ მიმართული და ყველა ინსტანცია. პასუხი საბოლოო პასუხი ახლა ბოლო მონაცემებით შემიძლია მოგახსენოთ ის, რომ განათლების სამინისტროში გავხდით მინისტრის მოადგილესთან ბატონ სამადაშვილთან და მან ბრძანა რომ 2005 წლისთვის, 6 წლისთვის დაიწყება უკვე მშენებლობა სკოლებისა. ტერიტორიაზე, სადაც ახლა სკოლის შენობა დგას, 1958 წლამდე სოფლის სკოლმეურნეობის საქონლის სადგომი ყოფილა. შემდეგ კი გარკვეული პერიოდის მანძილზე იგი დაწყებითი 1972 წლიდან კი საბავშვო სკოლის შენობად გადაკეთდა. ამჟამად აქ 105 მოსწავლე სწავლობს, რომელთაგან ქართველი მხოლოდ 4-ია. აზერბაიჯანელი ეროვნების ხალხის დასახლების სოფელში ერთადერთი სასწავლო დაწესებულება, ისიც მიწასთან გასწორების პირას მისული. ამ დღეს მოსწავლეები საკანს ეძახიან. მაშინ, როდესაც პედაგოგები გაკვეთილის შესახებ საუბრობენ, მოსწავლეთა ყურადღებას კედლიდან ამძვრალი და ჭერიდან ჩამოცვენილი საფარი იპყრობს. ამ ყველაფერს კი სინესტისგან გაჩენილი საშინელი სულიც ემატება. აქ სურვილი ერთია, ყველა სურს, რომ სოფლის მომავალი თაობა ქართულ ტრადიციებზე აღიზარდოს. საქართველოში მოწყობილი აზერბაიჯანელი ხალხი ბრძანდებით. ჩვენ გვინდა რომ ქართული სკოლა აგვიშენოთ ჩვენ აზერბაიჯანელი ხალხებს უყველას. სხვა არაფერს ვითხოვთ, არა? ქართული ენის სწავლა გვინდა რომ ჩვენ მომავალმა ქართული იცოდეს. საქართველოში მოწყობილი ხალხმა სხვა კი არაფერი. თათულოს არაფერს ვითხოვთ, დანარჩენს ზედმე ჩვენთვის ოჯახებისთვის არ ვითხოვთ. ვითხოვთ საქართველოში შეგვჩება ეს სკოლა. აქ აღარავინ არ ისწავლის. ყველა მშობელს მიიღოს თავისი ბავშვი. აუცილებელია გადაწყვეტილი. ხელისუფლებისთვის სიტუაციის შესახსენებლად მშობლები კასპის რაიონის შენობასთან დილიდან შეიკრიბნენ. მოგვიანებით მათ კასპის რაიონის გამგებელი შეხვდა. გენადი ხაჩიძე აღნიშნავდა, რომ სკოლის შენობის აღდგენის მცდელობას აზრი აღარ აქვს. საჭიროა ახალი სკოლის აგება. მისთვის დაახლოებით 250,000 ლარია საჭირო. გამგებელი პრობლემის გადაჭრის ზუსტს ვერ ასახელებს. სოფელ მიქროწყაროს მოსახლეობას დაპირებების ნაკლებად
დაასჯერა. ისინი აცხადებენ, რომ ახალი სკოლის პროექტის შედგენაზე კომპეტენტურ პირებს აქამდე უნდა ეძღვნათ. იმ შემთხვევაში, თუ სამშენებლო სამუშაოები სოფელში დროულად არ დაიწყება, მშობლები და პედაგოგები სწავლის ომების მიმართით იმუქრებიან. მანამდე კი მოსწავლეთა ნაწილი სწავლას კვლავ დანგრეული სკოლის შენობაში განაგრძობს. ნაწილს კი სკოლამდე მისასვლელად საკმაოდ დიდი მანძილის გავლა მოუწევს, რადგან იძულებულები ხდებიან, რომ სწავლა სხვა სკოლაში გააგრძელონ.